ძალიან პროვოკაციული გამოდრა ჩემი შეკითხვა, რომ ქართულს როგორ წაართმევენ, მეთქი ქართულს და როგორ ჩანს იყო ამისი დიდი რისკიც, ხო, რამდენიმე წლის წინ. დიახ, ხალხო მოყოლა. 2004 წელს ამის შეწყვეტა კავშირის თავმჯდომარე და ეს ის პერიოდია, როცა მე არ ვიცი რას ნიშნავს პროექტის დაწერა. ამიტომ ერთ-ერთ უცხოურ ფირმას თხოვ აი ეს NGO-ები და რაღაც რო იქნებ რამე მომცეთ გამარჯვებული, რომ იმის მიხედვით დავწერო და ხელში ჩამივარდა ზურა ჭიაბერაშვილის პროექტი. სადაც ეწერა, რომ საქართველოს წინ ვერ მიდის იმიტომ, რომ ის დიდ პატივს ცემს ისტორიას და ქართულ ენას. ამიტომ საჭირო არის ყველაზე მეტად დამცირებულნი იქნენ ქართულის მასწავლებლები, ისტორიის მასწავლებლები შევზღუდოთ და შევარჩიოთ ქართულ წერლობაში ახალი სახელები, რომლებიც ხელს შეგვიწყობენ მომავალი ევროპული განვითარებისათვის და შერჩეული ყავთ ყველა სფეროში რამდენიმე ადამიანი. მათ შორის არის მახსოვს ამის მერე იწერება სწორედ თამარ დედოფლისადმი ესეთი ისტორიული ნაწარმოები ლაშა ბუღაძის. აი ეს ადამიანები უკვე არიან ამ პროექტის გმირები, შერჩეულები, სამიზნე ანუ თავდასხმა უნდა ყოფილიყო ქართული ენა. ხო, და აი ეს ადამიანები, ხო, ანუ თავდასხმა უნდა ყოფილიყო ცნობიერებაზე, ისტორიაზე, ქართული ენის თაყვანისცემაზე. მე მახსოვს სწორედ იმ დროის მინისტრმა ერთ-ერთმა მინისტრმა მითხრა, რომ თქვენო მწერალთა რას გვერჩით მეთქი მე ვთხარი, რატომ გააუქმებთ? უცებ გააუქმეს, მწერალთა კავშირი იყო საჯარო სამართლის და უცებ ეს ისე რომ ჩვენ არის გაგვიგია კანონი დაარღვიეს და გააუქმეს და გაგხადეს IP. შენობა უცებ წაგვართვეს ხელფასი. ანუ უნდათ რომ მთლიანად გავნადგურებულიყავი და რომ ვიკითხე რას ვაშავებთ მეთქი ქართველი მწერლები, პასუხი იყო ასეთი, რომ თქვენო ფაშისტები ხართო და ახლა შემაცრწუნა ამ სიტყვა, ამიტომ მთელი ჩემი ბავშვობა ფაშისტები. და ვკითხე რას ნიშნავს ფაშიზმი? ზედმეტად გიყვართ სამშობლო. ვინ გითხრათ ეს? გოგა გაბაშვილმა. ახლა მე რო იტყვი გვარებს იმიტომ ასახებ რომ არ გამოვიდეს ტყუილის ლაპარაკი. აი ასეთი რაღაცებს მე გადავიტანე და მახსოვს რომ ასე იყო იმ პერიოდში. ერთსაც ვიტყვი და მე რო გვაქვს რო საკმარისი იდეოლოგია, რას თქვენ ბრძანეთ? მე მახსოვს ეს ევრაზიის პროექტი იყო. ევრაზიის პროექტია მართალი ბრძანდებით. აი ამის $19000 მიიღო მაშინ ჭიაბერაშვილმა. ზუსტად აი ხო და ზუსტად ამის მერე იწერება. ეს ეწერია რომ აბრკოლებენ წისხლს ფილოლოგები და ისტორიკოსები. 39000 აიღო ამის გამო ჭიაბერაშვილმა. აი პატარა $3 გრანტი იყო 99 ეს არის რომელი 90-იანების ბოლოა. და ესე დიდი ფულია $99000 და აბრკოლებენ ისინი წინსვლას იმიტომ რომ უკან იხედებიან. ეს უნდა დავაჭრათ ეს ფესვები თქვა ისტორიკოსებმა აღარ უნდა იკვლიონ ისტორია. ეს რა დრო არის უკვე ვარდების რევოლუცია მოხდარია? ვარდების რევოლუცია. რევოლუცია ხო ეს ის პერიოდია რა. შენ არ არის ვარდების რევოლუცია. ვარდების რევოლუციამდე ამის მერე არის სწორედ რომ წერს ქართლის დედაზე ისევ ბატონი ზურავი რომ ქართლის დედა ეს არის ქალი რომელსაც ხელში ვარდების რევოლუციამდეა იმიტომ რომ მახსოვს ეს იმიტომ რომ ჟურნალში ბურჯერონებისაში გამოვაქვეყნა გეორგი წებახაშვილის წერილი ფილოლოგებო და ისტორიკოსებო თქვენ ქვეყნის დამაბრკოლებლებო აი ამ პროექტის გამო რომ თქვენ აბრკოლებთ ქვეყნის წინსვლას აი ეს ის პერიოდია და იწყებენ სწორედ აი ეს შედევრს ქართულთან დაგასრულებინებთ თქვენს. დიახ, დაასრულეთ ბატონ გოგი და შემდეგ ალბათ მაყოლოს გავასწავლეთ. და მე რა მინდა იცი თქვა რომ დღეს ძალიან ხშირად ბევრი ახალგაზრდა თქვენ თაობას ჩემო ძვირფასო და ჩვენ თაობასაც მოგმართავს ხოლმე რომ აი წითელი ინტელიგენცია მათ არიციან მომავლის ფასისა ისე ნეტა ისე გულწრფელად იცოდნენ მათ იმის ფასი რასაც სამშობლო ქვია როგორც ჩვენ ვიცით ბევრს ბატონო ზოგიერთმა ჩვენზე უკეთ იცით ბევრმა ახალგაზრდა ფეხისხმა საყოველმა იმიტომ რომ ჩვენ თაობაზე გადაიარა ყველაზე მძიმე წლებმა და სულ მახსენდება ნიკოლაი ერდმანის ერთი პიესა სადაც ასეთი რამ არის რევოლუციონერი უყურებს ქალს და ძალიან ისეთი მითი ცოტა სხვანაირი თვალი და მეორე ამხელს რომ შენო რევოლუციონერი ხარო წითელი ინტელიგენცია მართლა იმ და რატო უყურებო ქალს ისე რომ როცაო ჩვენ მოვალთო აღარ იქნებიან ქალები და მამაკაცები იქნებიან მასები დღეს მაგ აი ამის შეგრძნება ძალიან ხშირად რომ პატრიოტიზმის და სამშობლოსთვის კი არა მასების დღეები არის ეს საშინელება შემზარავია და მეორე ამბავი არის ისევ ამ პიესაში იქ არის ესეთი რამე რომ ჩვენო ნამდვილმა ინტელიგენტებმა ვისაც მართლა სამშობლო გვიყვარდაო ის როლი შევასრულეთო რაცო კრუხმა რომელიცო იხვის კვერცხებზე დასვესო და გამოჩეკაო იმანო ეს და პირველიო შევიდნენ ეს შვილები წყალში
და დედა მიყვება და ეხვეწებაო რომ არ დაიხჩოთ პირველიო დედა დაახჩვესო აი ჩვენს დახრჩობას ძალიან ხშირად იმ ადამიანების ვისაც სამშობლო მართლაც გულის გულზე გვისვენია ისეთი სიტყვით ისეთი პიარით კლავენ რომ სულ მახსენდება ის დამრჩვალი დედა